ოქროს გლობალურ წარმოებაში ახალი ქვეყნები გააქტიურდნენ იმ ადგილებში, სადაც ოქრო დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა, მარაგები უკვე ამოიწურა, თუმცა გამოჩნდა ახალი ლოკაციები, სადაც ძვირფასი მეტალის მაღალი შემცველობაა. შესაბამისად, ბაზარზე ოქროს მიწოდებას საფრთხე არ ემუქრება. მით უფრო იმ ფონზე, რომ მსოფლიოში ცენტრალური ბანკების მოთხოვნა ოქროს რეზერვებზე მზარდია. რომელი ქვეყნების მთავარი ბანკები ფლობენ ოქროს ყველაზე მეტ მარაგს და რომელ ქვეყნებში გააქტიურდა ოქროს წარმოება? მარი მელიქიშვილი გვერდება ამ აქტუალური თემის დეტალებით. გამარჯობა, მე ვესალმებით ჩვენს მაყურებელს, ვიდრე ოქროს წარმოებასა და მიწოდებაზე ვისაუბრებთ, ცენტრალური ბანკების მხრიდან არსებულ გაზრდილ მოთხოვნაზე გავამახვილოთ ყურადღება. 500 წლის ჩაძირული გემიდან ერთადერთი, რაც შეულახავი და ღირებული რჩება ოქროა, შეგიძლიათ მოიფიქროთ სხვა ისეთი აქტივი, რომელსაც 500 წლის შემდეგაც ექნება თავისი ღირებულება, ასეთი მხოლოდ ოქროა და ამას ვერაფერი შეცვლის. ეს სიტყვები ცნობილ ამერიკელ ფინანსისტს პიტერ შიფის ეკუთვნის, რომელიც ოქროს შესახებ უკვე წლებია საჯაროდ საუბრობს. მისი და სხვა ანალიტიკოსების, ასევე საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების შეფასებით, ოქროს სწორედ ამ თვისებებიდან გამომდინარე, გლობალური ცენტრალური ბანკები ახლა იმაზე მეტ ოქროს ყიდულობენ, ვიდრე გასული 10 წლეულების განმავლობაში. განსაკუთრებით მკაფიო ტენდენცია შეინიშნება განვითარებად სახელმწიფოებში, როგორც წესია ასეთ ქვეყნებში, რეზერვების უდიდესი ნაწილი დოლარში იყო, თუმცა ახლა ისინი ამერიკულ დოლარს ყიდიან და მას ოქროთი ანაცვლებენ. საერთო ჯამში ამჟამად მსოფლიოს ცენტრალური ბანკები თითქმის 38,000 ტონა ოქროს ფლობენ. ყველაზე მეტი რეზერვი ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურ ბანკს აქვს, შემდეგ პოზიციაზე გერმანია და იტალია არიან, ლიდერ პოზიციაზეა საფრანგეთიც. აღსანიშნავია, რომ ოქროს რეზერვები უკვე საქართველოს ეროვნულ ბანკსაც გააჩნია და ის 7 ტონას აღემატება. ცენტრალური ბანკების მხრიდან ოქროს რეზერვებზე მოთხოვნა განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გააქტიურდა 2022 წლიდან დაწყებულმა რუსეთ-უკრაინის ომმა და ზოგადად მთელ მსოფლიოში განვითარებულმა სხვა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა კი ეს მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა. როგორც ცნობილია, ცენტრალური ბანკები ოქროს პორტფელის დივერსიფიკაციის მიზნით, ასევე კრიზისებისა და ინფლაციისგან თავის დაზღვევის მიზნით ყიდულობენ. ძალიან აქტიურად და ძალიან ინტენსიურად შეძინახდება 2023 წლიდან, რაც ესე ვთქვათ, ცხადი გახდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოკლე ვადაში არ დასრულდება. და ფაქტიურად ბოლო წელიწად ნახევარია რო ავიღოთ უხეშად, რაც ძალიან ეს პროცესი თითქმის შეჯიბს დაემსგავსა. და ძალიან აქტიურად არიან ამას ჩართული დიდი ცენტრალური ბანკები. ბოლოს უკვე გამოიკვეთა ინდოეთის დომინაცია და ძალიან აქტიურად ესე ვთქვათ ინდოეთი ყიდულობს ოქროს. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რა თქმა უნდა, იმაზე, რომ ეს არის თავის დაზღვევა. მოგეხსენებათ, ოქრო არის ყველაზე კარგი გადამზღვევი ფინანსური რისკების და ინვესტიციების. ჩვენ ბოლო რამოდენიმე წელიწადია ვხედავთ, რომ სოფლიოში 1000 ტონაზე მეტ ოქროს იძენენ წელიწადში ცენტრალური ბანკები გლობალურად. და ეს არის მიახლოებით წარმოებული ოქროს 1/4. მოლოდინი არის, რომ ეს შესყიდვები კიდევ გაგრძელდება მიახლოებით იგივე ინტენსივობით. რა თქმა უნდა, ეს შესყიდვები ძირითადად დამოკიდებული არის იმაზე, რომ არის გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ეს არის ფასის ომები, არის რეალური ომები, რუსეთ-უკრაინა, ინფლაცია და ასე ვთქვათ, დოლარი შედარებით შემცირებული არის, შესუსტებული არის სხვა ვალუტებთან მიმდინარეობაში და შესაბამისად ეს მთელი სიტუაცია იწვევს იმას, რომ ცენტრალური ბანკები, არა მარტო ცენტრალური ბანკები, არამედ ფიზიკური პირების კომპანიებიც უფრო ინტენსიურად ყიდულობენ ოქროს. იქიდან გამომდინარე, რომ ოქრო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოცდილი ღირებულების შემნახველი აქტივია, მასზე მოთხოვნა არა მხოლოდ ცენტრალური ბანკების მხრიდან არსებობს, არამედ იუველირებისგან, ინვესტორებისგან და რიგითი მომხმარებლების მხრიდანაც, რომლებიც ოქროს სამკაულებს აქტიურად ყიდულობენ. შესაბამისად, ოქროს ნაკეთობების რეალიზაცია მთელ მსოფლიოში წლიდან წლამდე მზარდია და ოქროს გლობალურ მარაგებშიც სამკაულების წილი ყველაზე დიდია. ამჟამად მსოფლიოში ოქროს მარაგები 216,000 ტონას აღემატება და აქედან 90
57,000 ტონა სწორედ სამკაულებია. ნაკეთობების წარმოების კუთხით ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი არიან. რაც შეეხება ოქროს, როგორც ნედლეულს, აქაც წარმოებაში ჩრდილოეთ ამერიკა ლიდერობს 500 ტონით, მას ჩინეთი და რუსეთი მოჰყვება, თუმცა უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ახალი ბაზრებიც გააქტიურდნენ, კერძოდ აფრიკული ქვეყნები ოქროს მსოფლიო საბჭოს 2024 წლის მონაცემებით გასულ წელს აფრიკაში საერთო ჯამში 1000 ტონაზე მეტი ოქრო მოიპოვეს. წარმოების კუთხით ლიდერები განა, მალი და სამხრეთ აფრიკა იყვნენ. ოქროს წარმოება არ მცირდება, არის მიახლოებით ერთ დონეზე გაჩერებული და შეიძლება ძალიან ოდნავ მომატება იყოს. აქ აღსანიშნავია, რომ ძირითადი მწარმოებლები არიან ჩინეთი, რუსეთი, ავსტრალია, კანადა, ამერიკა და როგორც აღნიშნეთ, აფრიკის კონტინენტმა დაიწყო საკმაოდ ინტენსიური წარმოება. აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ძველი, ასე ვთქვათ, ადგილები, საიდანაც მოიპოვებდნენ ოქროს, ნელ-ნელა ოქროთი მცირდება, ნაკლები ოქროს მოდის იმ ადგილებში, თუმცა იხსნება ახალი ადგილები, საიდანაც ასე ვთქვათ, ოქროს წარმოება მიდის, მაღალი ოქროს შემცველობა არის მიწაში და შესაბამისად ერთი მეორეს აკომპენსირებს. სამკაულის მოთხოვნა და რა თქმა უნდა მიწოდებაც შესაბამისად იზრდება ყოველ წელს. ფაქტობრივად სამკაულის წარმოების ვარდნა ფიქსირდება მხოლოდ დიდი ომების, ასე ვთქვათ, პერიოდში, როცა ფიზიკურად წარმოებები გადადის სხვა უფრო, ესე ვთქვათ, ომისთვის საჭირო რაღაცების კეთებაზე. და ფიზიკური მოთხოვნილება ადამიანს პირველად უჩნდება საკვების და არა სამკაულის. დანარჩენი სხვა მშვიდობიანობის დროს სამკაულზე მოთხოვნა ყოველთვის მზარდია, შესაბამისად წარმოებაც ყოველთვის მზარდია. წარმოების კუთხით ტრადიციულად აქტიური ქვეყნები არის ავსტრალია, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი. დასავლეთ ევროპაში ძალიან შვეიცარია ფაქტიურად სამკაულის წარმოების ცენტრია. აქვე ოქროს ამჟამინდელ ფასზეც მოგაწვდით ინფორმაციას. როიტერსის ცნობით დღეისათვის 1 უნცია ძვირფასი მეტალი 4184 დოლარად ივაჭრება. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ.